მე მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს. ბატონო გიორგი, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. ზღაპრების წიგნი არ გეგონოთ. და თქვენ ვალდებული ხართ, რომ კანონზე მაღლა არ დადგეთ და იმოქმედოთ სწორედ ამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. თქვენ ბრალი გაქვთ წაყენებული ნაწამები ახალგაზრდისთვის და ძალიან კარგად იცით, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გაუწევია. შესაბამისად პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ ეს ბრალი მოუხსნათ მას. და მეორე, თქვენ დააკავეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შესაყარად მხოლოდ 6 მოძალადე პოლიციელი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მხედველობა გვაქვს და ძალიან კარგად ვნახეთ კადრები, რომელმაც საბედნიეროდ მზის შუქი იხილა და იმ კადრებში 6-ზე ბევრად მეტი პოლიციელი ჩანს. ყველა პოლიციელი, ყველა მოძალადე, ყველა დამნაშავე უნდა იქნეს მიცემული სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობაში და მათ უნდა მიესადაგოს არა ის მსუბუქი მუხლი, რომელიც თქვენ გამოიყენეთ, არამედ გადააკვალიფიციროთ უნდა და იმ მუხლით უნდა გასამართლდნენ, რომელიც მართლაც ესადაგებათ და ბევრად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მათ როგორც მოხელეებმა, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე და შესაბამისად ეს წამება უნდა შეფასდეს და დაკვალიფიცირდეს შესაბამისად. ამიტომ მოვითხოვთ საქართველოს მოქალაქეები, დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მართალია მე ვლაპარაკობ აქ მხოლოდ, მაგრამ ყველა საქართველოს მოქალაქე იქნება ამაზე თანახმა, რომ თქვენ იმოქმედოთ სწორედ ამ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ახლა კი ასევე მინდა ვიმართო საქართველოს მოქალაქეებს, ქალებს და დედებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე დედა ვარ და ახლა არ გრძნობ თავს დაცულად ნამდვილად, ისევე როგორც სხვები, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია ქუჩაში გავუშვათ სახლიდან, როდესაც გადის მეუღლე ან ჩემი შვილი, ესე იგი მე არ ვარ არაფრისგან დაზღვეული. დიახ, ეს მე დიდი ხანია ვიცოდი პირადად, მაგრამ უშინდელი კადრები კიდევ უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ სასტიკ რეალობაში ვცხოვრობ. დარწმუნებული ვარ, არც ერთ დედას არ უნდა, რომ თავისი შვილი იხილოს ასეთ მდგომარეობაში, რომ პოლიციელებმა, რომლის იმედიც უნდა გქონდეს ჩვენ, აწამონ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომაც ხმა უნდა ამოვიღოთ, არ დავხუნჭოთ თვალი ამ უსამართლობაზე. გამოხატეთ პროტესტი ყველგან, სახლში, გარეთ, პოლიციელების ოჯახის წევრებო, თუ ხართ აქ შემორჩენილები, ღირსეული პოლიციელების ოჯახის წევრები, თქვენც იმოქმედეთ, პოლიციელების ცოლებო, პოლიციელების დედებო, რომლებმაც ისინი გააჩინეთ, გაზარდეთ, რომლებმაც მათ შვილები გაუჩინეთ, გინდათ რომ ისინი ასეთი მოძალადეები იყვნენ, ასეთი სისასტიკისთვის გააჩინეთ თქვენ ისინი. ქალებო, სახლში მიხედეთ თქვენს შვილებს, მამებს, დედებს თუ ძმებს, იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციაში მუშაობენ და ამ სისასტიკეზე თვალი არ დახუჭოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად სამართალი იღეიმებს, იმიტომ რომ სამართალი ურმის დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა და არც ერთი პოლიციელი, არც ერთი დამნაშავე არ დაშება დაურჩენი, დარწმუნებული ვარ.